გამარჯობა მეგობრებო, დაგვიბრუნდა ჩვენი გადაცემა ყოველკვირეული და ვსაუბრობთ კალათბურთის შესახებ ტრადიციულად. დღესაც ძალიან საინტერესო სტუმარი ყავს ლევან ჯაფარიძე, მადლობა რომ მოხვედი. საკალათბურთო მწვრთნელი, რომელიც ევროპაში მოღვაწეობს და ყველაფრის შესახებ თავად მოგვიყვება. თორნიკე და გიორგი ისევ თქვენთან ერთად ვართ და კიდევ ერთ იმას ველოდებით რა საინტერესო საუბარს, იმიტომ რომ აქ ყოველთვის ეგეთი სტუმრები არიან და მაყურებელიც ეგეთი ყავს, ვისაც კალათბურთი უყვარს და თავიდან ბოლომდე ამ სპორტშია გადაშვებული თავით, ასე ვთქვა და შენც ეგრე ხარ და საინტერესოა შენი გამოცდილებები. მადლობა რომ მოხვედი ჩვენთან. პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. სასიამოვნო არის თქვენთან საუბარი და თვალს ვადევნებ თქვენს პოდკასტს. საინტერესოა, საინტერესო სტუმრები გყავთ ყოველთვის და მეც რა თქმა უნდა მოხარული ვარ რომ დღეს ვარ თქვენი სტუმარი. პერფექტ, კიდევ ერთხელ მადლობა და დავიწყოთ, ვიცით რომ ჩვენ ვიცით ყოველ შემთხვევაში რომ შენ ლიეტოვაში მოღვაწეობ ძირითადად. ვინც არის მაყურებელს რო უთხრათ კონკრეტულად ამ ეტაპზე რას აკეთებ და საინტერესო ზოგადად იქაური გამოცდილება ზოგადი შენი ამ ეტაპზე რა საქმე ევროპული ხო ბევრი განებივრებული არა ვართ ბევრი კალათბურთის სფეროს წარმომადგენელი უცხოეთში არ მუშაობს და ძალიან საინტერესოა იქაური გამოცდილებების ჩვენთან გაზიარება და რაც პოზიტიურია ალბათ ჩვენ რეალობაში გადმოტანა თუ კი მოგცემს ამ ყველაფერს შესაძლებლობა რა თქმა უნდა. კი, სხვადასხვა ნამდვილად ეგრეა, ბევრი ქართველი არ მოღვაწეობთ ევროპაში, ამ სფეროში, საკალათბურთო სფეროში. მეც მოგიყვებით ჩემი ისტორიის შესახებ, შარშან მოღვაწეობდი ბუდაპეშტში. ქონდა აკადემია, ბუდაპეშტ პრეპ აკადემი და ერთი სეზონის მერე გადავწყვიტე გადავსულიყავი ლიტვაში, კაუნასში. ფედერაციის დახმარებით, კალათბურთის ფედერაციის დახმარებით. არა, ლიტვის კალათბურთის ფედერაციის დახმარებით პრეზიდენტი არის. ჩემი ახლო მეგობარი, მოდი ესე ვთქვათ, 6 წელია ვიცნობთ ერთმანეთს. რაღაც პროექტები გქონდა ერთად. გასწოდით, საბონი, ანუ თლიანად კალათბურთის ფედერაციის თუ კაუნას? არა, კალათბურთის ფედერაციის. და ვინ არის ახლა კალათბურთის ფედერაციის? მინდაუგას ბაჩუნას. მინდაუგას ბაჩუნასი, საბონისი იყო 10 წლის. სხვადასხვა ეს კაცი მუშაობდა საბონისთან გენერალურ მენეჯერად. 2011 წელს იყო ევრობასკეტის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი, საკმაოდ გამოცდილი ლიტვის კალათბურთისთვის დაფასებული პიროვნებაა. ნუ 6 წელია ვიცნობთ ერთმანეთს, აქვს თავისი უნივერსიტეტი, კალათბურთის საერთაშორისო უნივერსიტეტი. მე მგონი ხსმენია შენ უნივერსიტეტის შესახებ. სახელი? IBU, International Basketball University, პროგრამები აქვს, მწვრთნელების განამზადება, საბაკალავრო, სამასტერო. მოკლედ ძალიან ბევრი კარგი პროექტი აქვს ამ კაცს და შესაბამისად ბუდაპეშტის შემდგომ დაინტერესდა რომ გაგვეკეთებინა ლიტვაში პირველად საერთაშორისო აკადემია. ძალიან საინტერესოა. ლიტვა ეგრეთ წარმომიდგენია მე რომ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და ახლობით ქვეყნის პრეზიდენტის ტოლფასი. იმხელა რეზონანსი ექნება რომ კი. ერთი კითხვა საინტერესო კარგი კალათბურთელიც იყო, მაგრამ აი თვითონვე გამოირჩევა მენეჯერული უნარებით თუ გუნდი ყავს კარგი, რითიც თქვა მართავს ფედერაციას და მე იმ საქმეებს ახლა უკვე თვისაც შენ იქ მიგიწვია. თვითონ არის გამოცდილი პროფესორია, გამოცდილი მუშაობდა ლიტვის სპორტის უნივერსიტეტში, ლიტვის სპორტის უნივერსიტეტში, ასევე სპორტსმენობის მერე განათლება აქვს მიღებული. საკმაოდ მაღალი დონის განათლება აქვს მიღებული, მენეჯერული, ასევე დამთავრებული აქვს ბრიტანეთში PhD ხარისხი და საკმაოდ განათლებული კაცია. ხო და მეც შესაბამისად დავინტერესდი ესე. მაგარი გამოცდილება მუშაობით და რა ვიცი, მუშაობთ. ზოგადად ლევან, რო გითხრა ლიეტუვას კალათბურთის სისტემა რა, აი საინტერესო იქნება, როგორ არის ეს ასაკობრივი ჩემპიონატები, მერე სტუდენტურში როგორ გადადიან და უმაღლეს პროფესიულ კალათბურთამდე როგორ მიდიან, ანუ რა ეტაპები უნდა გაიაროს ბავშვმა, რომ პროფესიონალურად ლიეტუვაში ჩამოყალიბდეს. ნუ რა თქმა უნდა, როგორც ყველა ქვეყანაში, ევროპაში და როგორც საქართველოში ეტაპები იწყება ახალგაზრდული აკადემიით, შემდგომში მოდის რეგიონალური ლიგა. რეგიონალური ლიგა არის ესე იგი ახალგაზრდისთვის
და საწყისი ეტაპი, რომ წარმოაჩინოს თავისი თავი. შემდეგი ლიგა არის ნაციონალური ლიგა NKL-ი, სადაც ძირითადად ლიტველები ასპარეზობენ, იქ ლიმიტი აქვთ უცხოელის და ლიტველი ბავშვებზეა ლაპარაკი. 16-დან 19 წლამდე. ანუ ფაქტიურად რაღაცა პროფესიული კალათბურთის დუბლებს გავს, ხო? გავს, იმიტომ რომ მეორე ლიგაში ხა მაგალითად თამაშობს ჟალგირისის მეორე გუნდი, რიტასის მეორე გუნდი და ამ ბავშვებისთვის ძალიან დიდი გამოცდილებაა, რომ შემდგომში კარიერა გააგრძელონ უმაღლეს ლიგაში რა. თუნდაც რიტასში, ჟალგირისში და პირველი ლიგა არის LKL-ი, თავარი ლიგა, სადაც ასპარეზობს ჟალგირისი, რიტასი, ახალი გუნდი შეიქმნა ვილნიუსში, ვოლფსი, საკმაოდ სერიოზული გუნდი არის, სერიოზული გეგმებით, მფლობელსაც საკმაოდ დიდი თანხები ჩადო, ეხლა თან ახალ დარბაზს ბიზნესმენმა ჩადო თანხები. იქ ძირითადად სპორტს აფინანსებენ ბიზნესმენები. ანუ ინფრასტრუქტურის შექმნაში იღებს მონაწილეობა სახელმწიფო, როგორც მივხვდი ჩვენ გარეთ ვსაუბრობდით და მერე უკვე ბიზნესი სერიოზულადაა ჩართული. ადგილობრივი სპონსორები იქიდან გამომდინარე, რომ ეხლა ლიეტუვა არის საკალათბურთო ქვეყანა, ყველას აქ იმის ინტერესი, რომ კალათბურთი განვითარდეს და რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია ჩაიდოს კალათბურთში. ეს როგორ გითხრათ, ბიზნესმენისთვის ეს არის პრესტიჟი იქ, რომ შენ კალათბურთში დებ ინვესტიციას, ასპონსორებ მაგალითად რიტას ან რომელიმე რეგიონის წვლილი შეგაქვს ახალგაზრდის გაზდაში ელემენტარულად. იმედია, როდესღაც ჩვენც მივალთ მადამ დედა სუპერსაც ეყოლება გვაქვს პოტენციალი რომ მივიდეთ. პოტენციალი ძალიან დიდი გვაქვს ჩემი აზრით, მაგრამ უბრალოდ ძალიან შორი გზა გვაქვს მადამ დე გასავლელი, და კი ბატონო. იმედია, რომ როდესღაც მივალთ. ხო და რა გზა არის, ეგ არის საინტერესო, ხა გასაგებია რომ ლიეტუვამდე შეიძლება ვერც ვერას მივიდეთ, მოდი ვაღიაროთ, იმიტომ რომ ეგ ცოტა განყენებული რაღაცა არის რა, ლიეტუვა და კალათბურთი სხვა თემა არის, მაგრამ ჩვენ გვინდა რომ აი დაახლოებით რაღაცა ისეთი სისტემები დავნერგოთ აქ, რომ მიუახლოვდეთ მსგავსი ტიპის ქვეყნებს, სადაც კარგად არის კალათბურთი, ასე ვთქვა და იქამდე შორი გზა არის გასავლელი, მაგრამ აი უფრო კონკრეტულად რომ ვილაპარაკოთ რა, ეხლა ინფრასტრუქტურა კი ბატონო, ძირითადად მიერთებულია, ასე ვთქვა, სახელმწიფოზე, მაგრამ აი შენი თვალით გაქვს ნანახი იქ რა ხდება, როგორ ხდება, აი ინფრასტრუქტურა რო შევადაროთ, ქართულს შევადაროთ, არ ვამბობ რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მეორებ შორს ვართ, მაგრამ რა არის აქ გასაკეთებელი, აი რითი შეიძლება დაწყება, რომ ნელ-ნელა წავიდეთ წინ და ვცადოთ მიახლოვება ეგეთ დონესთან, ასე ვთქვათ. ნუ ჩემი, რა თქმა უნდა, ეს ჩემი პირადი აზრია, ნუ ყველას რა თქმა უნდა საკალათბურთო სისტემებთან, ზოგადად კალათბურთთან დაკავშირებით ჩვენი აზრი გვაქვს და მე ყოველთვის უსმენ განსხვავებულ აზრს და ვარ დაინტერესებული რომ მოვუსმინო, რომ ახალი შევიძინო, გავიგო და მივხვდე მე ვარ სწორი თუ არ ვარ სწორი. რაც შეეხება ლიეტუვას და მათ საკალათბურთო სისტემას, ამ პატარა ქვეყნისთვის იმდენად უნიკალურია, რომ მეც რომ ვნახე, ჩემშიც გამოიწვია რაღაც ისეთი გზნობა, რომ რატომაც არა რომ საქართველოშიც იყოს ესეთი საკალათბურთო ბუმი, რატომაც არა. დაახლოებით ქვეყანას პოპულაციით ერთი რაოდენობის ვართ. და ნაკლები ცოტანი არიან ჩვენზე. უფრო ცოტანიც არიან, დაჟე კი ბატონო. ხო და ჩემში გამოიწვია ისეთი ის, რომ აი რატომაც არა. თუმცა ძალიან ბევრი რაღაც არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ სულ ცოტათი მიუახლოვდეთ მაინც მათ დონეს და სისტემას. ნუ პირველ რიგში მე რასაც ვფიქრობ და რაც აუცილებლად მისახედია და უნდა გაკეთდეს საქართველოში არის მწვრთნელების გადამზადება. ცოდნა რა თქმა უნდა და ამაში შეგვიძლია დავიხმაროთ ისეთი წარმატებული ქვეყნები ევროპის, როგორიც ეგ გონია ჩვენთან ნომერ პირველი პრობლემა ნუ ერთ-ერთი პრობლემა არა, ნომერ პირველი არა, ერთ-ერთი პრობლემაც მაგასაც ერთ-ერთი კი არა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ ბევრჯერ თუ უყურებდი, ბევრჯერ ვისაუბრეთ, მაგრამ ფუნდამენტური მაინც ყველაზე პირველი ჩემი აზრით ინფრასტრუქტურა გვაქვს რა. იმიტომ რომ მე მაგალითად ჩემ ისტორიას მოგიყვები ხა ორბის აკადემიის როდესაც გაიზარდა ბავშვების რაოდენობა ძალიან აკადემიაში
და მომეცა ფინანსური საშუალება პირველი ჩემი ხედვა იყო რომ კონკურენცია გაიზრდებოდა და მე ამისთვის უნდა მომზადებულიყავი ჩამერთო მეტი ახალგაზრდა კალათბურთში მომემზადებია გავაკეთეთ ჩვენი ძალებით გადამზადების კურსები შევქმნით სილაბუსები დავიწყეთ ამათი ტრენინგი მაგრამ დავხარჯეთ თანხა მაგრამ უეცრად მოხდა ისე რომ დაინგრა სკოლები ბავშვები გადავიდნენ სხვა სკოლებში სამსმენებში ფეხბურთი გახდა პოპულარული და მე ჩემი დატრენინგებული და ფულდახარჯული მწვრთნელები რომელშიც გარკვეული თან ჩემთვის ღირებული ვიღაცისთვის შეიძლება არა და ასე ვთქვათ ქარს გავატანე რა იმიტომ რომ მე ამათ ეს ხალხის გამოყენების რესურსი აღარ დამჭა პლუს მაგას შე რომ მწვრთნელს ამზადებ და იმას სკოლის პატარა დარბაზში ავარჯიშებინებ ჩემს ცოტა არ სერიოზულია რა იმიტომ რომ იმ სკოლის 300 კვადრატიან დარბაზშიც ალბათ 15 წლამდე ბავშვები შეიძლება რომ ხარისხიანად ავარჯიშოს და აი რაღაც მე ხა ნაბიჯ ჩემ შეცდომად თვლი რა რომ რაღაცა ვიჩქარე ცოტა რომ გინდა რომ ყველაფერი კარგად გააკეთო ყველაფერი მაგრამ სავარაუდოდ შეიძლება და მეტი მეფიქრა რაღაც ალტერნატიული ინფრასტრუქტურის შექმნა მე არ ვიძახი რომ იმპულით ინფრასტრუქტურა შევქმნიდი მაგრამ ყოველ შემთხვევაში შეიძლება სხვა ნაბიჯი უფრო ღირებული და სწორი ყოფილიყო იმ ეტაპზე რა ვფიქრობ რომ სხვა ინვესტიცია შეიძლება უფრო გამართლებული ყოფილიყო ხო მაგრამ ეგ ინფრასტრუქტურის არის რა და ანუ მე მაგ ხელაფული სამწუხაროდ არა მაგრამ ინფრასტრუქტურა შევქმნა და აი აქ სახელმწიფოს როლი ძალიან მნიშვნელოვანია რა ну, რა თქმა უნდა, გეთანხმები, ინფრასტრუქტურა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიცია, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სპორტი განვითარდეს ზოგადად, აქ არ აქვს მნიშვნელობა ჩვენ რაზე ვსაუბრობთ, კალათბურთია თუ ფეხბურთია. ხო, ну, მით უმეტეს კალათბურთს ყველაზე დიდი დახმარება სჭირდება საქართველოში. დარბაზში ვართ, ხო, დარბაზებში ვართ. ხო, დარბაზებში ვართ და რა თქმა უნდა, ფეხბურთი ისეთი სპორტია, რომ გარეთ, ну, გარეთ ხო, ჩაულებრივად ეზოში შეიძლება. ეგეც მაგრამ ფეხბურთის მოწყობაც ხო სხვანაირია ლევან კობიაშვილმა უამრავი სტადიონი ააშენა FIFA-დან მოზიდული თანხებით და ჩვენ FIBA მაგის ფულებს არ გვაძლევს რომ აქ დარბაზები ვაშენოთ და შესაბამისად სახელმწიფოს ჩართულობა აქ უმნიშვნელოვანესია რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია და მე სიმართლე გითხრათ რაც უყურებ ახლა ბოლო 2 წლის განმავლობაში ძალიან მიხარია და ძალიან მოხარული ვარ რომ მუნიციპალიტეტების მხრიდან არის ინტერესი ჩაერთო ხო რა თქმა უნდა პოზიტიური ცვლები არის რაღაცები თუმცა ძალიან ზღვაში წვეთია რა გეთანხმებით ძალიან ზღვაში წვეთია გეთანხმებით იქიდან გამომდინარე რომ ფეხბურთის ინვესტიციებს რომ შევადაროთ რა თქმა უნდა ძალიან დიდი განსხვავებაა ხო ფეხბურთი კი ბატონო ხო აი ზოგადად ლიტველებზე ვილაპარაკოთ გაიცნობდი ძალიან ბევრი ადამიანს იქ და ნუ ცოტა რიტორიკული კითხვა რა თქმა უნდა მაგრამ რას ამბობენ მაინც აი ხო საინტერესო არის მართლა ანუ როგორ გახდა კალათბურთი ეს პოპულარული რატო არის მაგათთვის ას რელიგიის ტოლფასი ნუ გასაგებ ფეხბურთი მაინც ეს სპორტია ხო იცი რომ ანუ პირველი მეორე მესამე სპორტი კალათბურთია იმათან რა არსებობს ხო შეიძლება გაგიჩნდეს ეგეთ იმაზე რა ქვია სპორტზე დაუშვათ სადღაც რომელიღაც ქვეყანას რო აღმოაჩინე რომ აი იქ არის მაგრამ კრიკეტი საუბრობთ და რატოა ნოერბიული კრიკეტი კრიკეტი არ არის კი ხო ინდოეთში და ნუ ეროვნული სპორტია ასე ვთქვათ ვიცით რომ ლიტველებისთვის კალათბურთია ეგეთი მაგრამ საიდან მოდის ეგ ამბავი ხო არის ეს ზოგადად ნებისმიერი სპორტის სახეობა თუ ჩვენ გადავხედავთ სპორტის ისტორიას და ქვეყნების ისტორიას სპორტის მიმართულებით არის ძალიან საინტერესო მთელ მსოფლიოში ლიტვას რაც შეეხება ეს მათთვის არის კულტურა, რელიგია, რა თქმა უნდა, მათი გენეტიკური აგებულებიდან გამომდინარე, მაღალი ერია, მაღალი ხალხია. ნახესთავიანთი სპორტი, ხო? დიახ, სწორია, ნახესთავიანთი სპორტი აღმოაჩინეს და ну, ლიეტუვაც, რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდა 1990 წლამდე. ყავდათ წარმატებული გუნდი, რომელსაც ერქვა ჟალგირისი, დღესაც ჟალგირისი ქვია. დამოუკიდებლობის შემდგომაც ძალიან დიდი ძვრები ჰქონდათ, რომელსაც დამოუკიდებლობა მოიპოვა და დამოუკიდებლად პირველად ქვეყანა მიასპარეზა ოლიმპიადაზე და პირველივე ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლით დაამთავრეს. მაშინ იყვნენ მოთამაშეები მარჩელონასი, საბონისი, კურტინაიტისი
ეს ძირითადი ბირთვი, ვინც დაეხმარა ლიეტუვის ნაკრებს ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლის აღებაში და სხვადასხვა მინდა აღნიშნო, რომ ჩვენს პროგრამაშიც ლიტვის საკალათბურთო აკადემიაში ყავს მწვრთნელი კოორდინატორი ედას ნიჩკუსი, რომელიც ერთ-ერთი დამფუძნებელი არის ლიეტუვის საკალათბურთო ლიგის, რომელიც ასევე მუშაობს ჩვენთან აკადემიაში. საკალათბურთო ლიგაში რა, როგორც ჩვენი სუპერლიგა? როგორც ჩვენი სუპერლიგა. უმაღლესი ლიგა. ანუ ეს ფედერაციას არ ეკუთვნის, იქ კერძო არის. ფედერაცია არ ეკუთვნის, კერძოა, მაგრამ რა თქმა უნდა, როგორც თანამშრომლობს ჩვეულებრივად ფედერაციასთან და ძალიან მოხარული ვიყავი, რომ ეს ადამიანი შემოგვიერთდა ჩვენ სტაფში და ეხაც მთავარ პოზიციაზეა, ძალიან საინტერესო ადამიანია. ძალიან დიდი დამსახურებით, ლიტვის მრავალგზის ჩემპიონი, მისი აღზრდილები არიან, ვინც ჩამოთვალე ხა ეს მოთამაშეები მარჩელონასი, კურტინაიტისი და თუ გახსოვთ, მაიამიში თამაშობდა ესეთი მოთამაშე ილგაუსკასი. ილგაუსკასი არის ბატონი ედას ნიჩკუსის ბავშვობის მოსწავლე და დღესაც ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს ერთმანეთში და მე მაგარ გამოცდილებებს იღებ. ძალიან მოგვეწონა. რაღაცნაირად უნდა მოახერხო, რომ ქართულ რეალობაშიც გაუზიარო, ნამდვილად ჩემი მიზანიც სწორედ ეგ არის. პოზიტიური ამბავია და აი ამასთან ერთად ანდრო მინდა რომ ვახსენოთ, რომელიც ლიეტუვაში მოღვაწეობს, შენ ახსენე მწვრთნელების გადამზადება ერთ-ერთი მთავარ პრიორიტეტად, მეც გეთახმები მაგაში აბსოლუტურად, რომ განათლება ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სულ ვითარდება ყველა სპორტი და კალათბურთი მათ შორის არანაკლებად. ანდრომ, რავი, ბავშვობის ასაკიდან როგორც კი დაანება კალათბურთს თავი გაიარა მრავალი ლიცენზიები, მიიღო განათლება და რავი, სრულიად დამსახურებოდა და ძალიან მიხარია როგორც რიგით კალათბურთის გულშემატკივარს მიაღწია, იმიტომ რომ თვლი რომ ესეთი ადამიანები ბევრი უკვე ქართული კალათბურთის წარმატება იქნება საბოლოო ჯამში და აი ორიოდე სიტყვით რა გზა გაიარა და როგორი არის წარმატების მიღწევა უცხო ქვეყანაში, ხო? იმიტომ რომ გიყურებენ საქართველოს ჩასული, სადაც კალათბურთის ბუმია, ხო? და ყველა კალათბურთელია და ყველას მწვრთნელობა უნდა და ყველას მენეჯერობა უნდა. გავითვალისწინოთ მისი ასაკიც. ხო, პატარაა ნამდვილად 2000-იანი 25 წლისაა რა. ახალგაზრდა ასაკში მე თვალს ვადევნებდი სხვათა შორის ანდროს მამასთან ძალიან კარგი ურთიერთობაც მაქვს, რამდენჯერაც შევხვდით ერთმანეთს, ყოველთვის ვკითხულობდი ანდროს და როცა თვალს ვადევნებდი მის ეს მუშაობას, როგორ დაიწყო ჟალგირისის მესამე გუნდიდან, მეორეში გადაიყვანეს და ბოლოს მიიღო ეს გამოწვევა, რომელიც ნიშნავს, რომ უკვე ევროლიგაში არის დიდი გამოცდილება, ასისტენტია და თორსა ნახე და წავიკითხე, ძალიან ბედნიერი ვიყავი, იმიტომ რომ მე რა თქმა უნდა, ჩვენ რა თქმა უნდა, ყველანის საკალათბურთო community-ში მოდი ესე ვთქვა, ძალიან ბალეში ყოფთ ქართველ მწვრთნელებს, მენეჯერებს, აგენტებს, მოკლედ ყველას ერთმანეთს ბალეში ყოფთ და ძალიან გახარებული ვიყავი ანდროს ამბით და აქედანაც მინდა რომ წარმატებები უსურვო, კარგი სეზონი აქვს ჟალგირის, ძალიან კარგი მწვრთნელი ყავს ტრინკიერი და ნახოთ სეზონის ბოლოს როგორ შედეგს. საოცრებაა საერთოდ მაგასაკში ეგეთ ადგილას მოხვედრა, მოხვედრა ხა ეგ შემთხვევით არ ხდება და იმსახურა კაცმა და იმიტომ არის და რამხელა გამოცდილებას იღებს ხა ტრინკიერი. ანუ ეგ ჩემი აზრით თუ ფანატურად არ გიყვარს კალათბურთი და გადადებული არა გაქვს თავი მისთვის, ამხელა ხო წარმატებები ისევე ვერ მოდის ხო რა ამხელა კონკურენციაში. მწვრთნელად ანუ ეგრევე ბავშვობიდან მწვრთნელობა რო გინდა ხო პრაქტიკულად. ხო, ჯერ რო ხდება, ჩვენ დათო რო გავყავდა სტუმრად, დათო იძახდა რომ აი ბავშვობის ასაკიდან ჯერ დანებებული არ მქონდა რომ უკვე ვიდეოებს ჭრიდი რაღაცებს სკაუტინგს ვაკეთებდი რო არ არსებობდა ანუ არის რომ ადამიანს რაღაცა გაქვს რა ეს მოწოდება და გაინტერესებს და ესე ადრე რო იპოვი ძალიან ბედნიერება რა. ბოლო პერიოდში არ მხოლოდ კალათბურთში, ფეხბურთში არის ეგ ტენდენცია რომ აი დიდ გუნდებში, სერიოზულ გუნდებში ძალიან ახალგაზრდა მწვრთნელები ინიშნებიან რა იგივე კალათბურთი რო ავიღოთ, მაგალითად სვენა ზვეზდას მწვრთნელი იყო, სადღაც 7-8 წლის წინ დუშან ალიმპიევიჩი, რომელიც იყო 30 წლის მაშინ. სვენა ზვეზდას თავარი მწვრთნელი იყო. ეხლა არის რაღაც 36-17 წლის და უკვე გამოცდილი, ხო, უკვე გამოცდილია ბეშიქტაშის თავარი მწვრთნელი არის და
ადრე ზოგადად სპორტის გაახალგაზრდობა მიდის. ეხლა იამალი რო აიღო ფეხბურთში გადავედი ცოტა ან თუნდაც დონჩიჩმა 15 წლის ამ ევროლიგა რო ითამაშა და 16 წლისა 16 წლისა ევრობასკეტი მოიგო ხო და ანუ მაგაზე არის ლაპარაკი რომ ადრე ცოტა სხვანაირად იყო რა ეხლა მწვრთნელები იგივე უნდა გეთამაშა კალათბურთი დაგემთავრებინა მერე უნდა დაგეწყო მწვრთნელობა და ეხლა თითქოს აღარ არის აუცილებელი რომ აი დიდი კალათბურთი ითამაშო შეიძლება ბავშვობაში თამაშობდა მე დაინტერესდა გადაწყვეტე მწვრთნელობა და ადგე და გახდებს ზოგადად ყველა საქმეში ეგრეა რა შენ თუ გიყვარს გაინტერესებ და შენ თუ ჩადებ ინვესტიციას ენერგიას რა თქმა უნდა იმ საქმეში რაც შენთვის წარმოადგენს ყველაფერს და თავარი რასაც ყოველთვის ვეუბნები ახალგაზრდა ბავშვებსაც და ნებისმიერ ადამიანს რომ შენ თუ რაღაც გიყვარს და თუ შენ ამ საქმის სიყვარულში დაიხარჯები 100% დაგიბრუნდება აუცილებლად გამორიცხულ წარმატებას აუცილებლად გამოვა რაღაც ის რაც შენ გაქვს დასახული და სწორედ ეგრეა რომ სულაც არაა საჭირო რომ დაუშვათ NBA-ის ყოფილი მოთამაშე იყო ევროლიგის ყოფილი მოთამაშე იყო ან შეიძლება საერთოდაც არ ქონია კალათბურთთან შეხება, მაგრამ გაქვს ძალიან დიდი სიყვარული ამ სფეროს მიმართ და შეიძლება იმაზე მეტი იცი ვიდრე ვინც ამ სფეროში მოღვაწეობს და არის კიდევაც ხო. გამახსენდა, საქართველოში რა არის, აი ფეხბურთში კონკრეტულად მიმუშავია ერთ-ერთ გუნდში და იქ ყოფილი ფეხბურთელები რო არიან, ხო იცი, რომლებიც აი ზოგი ის არის გენდირექტორია, ზოგი ტექნიკური დირექტორია, ზოგი მწვრთნელია, ასისტენტია. აი შენ მაგალითად მე რომელიც ვარ ახლა ფეხბურთის მოყვარული სპორტული კომენტატორი ბავშვობიდან მიყვარს ფეხბურთი. ფეხბურთი პროფესიონალურ დონეზე არ მითამაშია ეზოში ხო ბავშვობაში შეიძლება ერთი წელი მივლია თუ რაღაც. შენ გეძახიან ბოდიში ჟარგონისთვის კი არა და რუსული სიტყვის ნიფუტბოლნი ტიპს რა. ანუ შენ ფეხბურთი არ იცი. ანუ შენ ახლა ფეხბურთი არ გითამაშია. ესე იგი ფეხბურთი არ იცი და იმათმა იციან და მე არ ვიცი ესე იგი ფეხბურთი და იმ ტიპმა რახან რაღაც 90-იანებში სადღაც ბურთი გააგორა ჩემზე გაიცის ფეხბურთი. ეგეთი სტერეოტიპია მაგ ხალხში ჩამოყალიბებული და მე მგონი აი ნელ-ნელა ეგეთი მენტალიტეტი მოურინიომ ხო დაამტკიცა ეგ რომ ჩამოვიშოროთ ეგეთი მენტალიტეტი. ხო შეიძლება სადღაც მართალია შედგება ინდივიდუალურია ჩემი აზრით ეგ რა. ეხლა ვიღაცა შეიძლება მოვიდეს კონდეს სურვილი და ბევრი გაფეილდეს, მაგრამ იყოს ათში ერთი რომელმაც არა მე ხო და ხო ანუ ისინი არ გელაპარაკებიან და როგორ არ დაგელაპარაკებიან განა ადამიანთან არ თვლიან, მაგრამ შენი აზრი აი თუ გეტყვიან რაღაც რომ კამათო ფეხბურთზე ელემ რაღაც სიტუაციას არჩევ რომელიღაც თამაშიდან მაგალითად რა და შეეკამათები არა ის რა სიტყვის ეგრეა იმიტომ რომ იმას ფეხბურთი უთამაშია და შენ არ ხო ეს ახლა ძველი ხალხი საჯმა რაღაც გადაწყვეტილება მიიღო არ არის მეთქი ესე წესი ეს არა რას ქვია ახლა ჩემ დროს ესე იყო ესე გასაგები ანუ ეს ისე ჩავხტია მოდი სუპერლიგაზე გადავიდეთ ორი წელი იმუშავე მე მგონი ტიტებში ხო ორი სეზონი დამხმარე მწვრთნელად ანუ გამოცდილებაც გააქვს სუპერლიგის და რას ფიქრობ რა არის დადებითი მხარეები ჩვენი ლიგის უარყოფითი და რას შეცვლიდი უკეთესობისკენ თქვათ რას ისურვებ ტიტებზეც 1-2 სიტყვით ვიტყვი ნუ ძალიან საინტერესო და მაგარი ორი წელი მქონდა ამ ადამიანებთან გიორგი ჯაფარიძესთან ბესიკ ლეჟავასთან, რაშა გამგრელიძესთან საუკეთესო გამოცდილება და ჩემი როლი ტიტებში იყო როგორც ბესოს ასისტენტი, ასევე ძირითადი როლი იყო სკაუტინგი, რა თქმა უნდა, მოთამაშეების შერჩევა, ვიდეოების გაკეთება, განხილვა, ლეგიონერების არჩევა, რა თქმა უნდა და სასიამოვნოდ მახსენდება ეს პერიოდი, იმიტომ რომ როგორ გითხრათ, პირველი პროფესიონალური გუნდი იყო ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის და ძალიან კარგი პერიოდი იყო და მაქვს შესაძლებლობა კიდე ერთხელ მადლობა გადმოვხადო ამ ადამიანებს ამ შესაძლებლობისთვის. ნუ რაც შეეხება სუპერლიგას, რასაც ვადევნებ თვალყურს, წლიდან წლამდე არის პროგრესი. ალბათ დამეთანხმები რაღაც ხრივ. სუპერლიგა არ არის ადვილი ლიგა. არ არის, რა თქმა უნდა, ადვილი ლიგა. ბევრი შეიძლება აღიქვამს, რომ ნუ სუპერლიგაა და რაღაცა, მაგრამ სულაც არ არის მარტივი სათამაშო, იქიდან გამომდინარე, რომ ეხლა როცა გადავხედოთ თუნდაც ნებისმიერი გუნდის როსტერი, შემადგენლობა, ბოდიში, ნახავთ, რომ ლეგიონერები არიან NCAA-ის
პირველი, მეორე დივიზიებიდან და ასევე ევროპის სხვადასხვა პროფესიონალური ლიგებიდან, ხო? დონე არის საკმაოდ მაღალი. საკმაოდ მაღალი და განსხვავებული კალათბურთი მიდის საქართველოში უფრო მეტად, მოდი ვთქვათ, უფრო მეტად სისტემური და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი მწვრთნელები ყავს სუპერლიგაში, მთავარი მწვრთნელები, რომლებსაც კარგად ესმით კალათბურთი. მე ხშირად უყურებ სხვა ლიგების ჩემპიონატებსაც და როცა ვადარებ დონეს, ვადარებ სათამაშო ტემპს, ვადარებ სისტემას, როგორ მიდის, როგორი სისტემით თამაშობენ ევროპაში, მაგალითად, უფრო სწრაფი კალათბურთი მუშაობს, უფრო მეტი fast break-ი, უფრო მეტად ორიენტირებული, ფიზიკაზე, ხისტი დაცვა, უხეში თამაში, ტემპიანი, მოდი ესე ვთქვა, ტემპიანი თამაში მიდის ევროპაში და საქართველოში უფრო დაყენებული თამაში, მოდი ესე დავარქვათ, კომბინაციური, ნაკლები fast break-იც, ეს მე რასაც ვხედავ, მე რასაც ვგრძნობ, თვითონ თამაშიდან გამომდინარე, რასაც უყურებ, ხო და აი განსხვავებები არსებობს მაინც. თუ თითქოს უფრო ქართული კალათბურთის სუპერლიგა უფრო ამერიკული სტილის თამაშს ვაწვევით, ინდივიდუალურს და თან ინდივიდუალურს, თან კომბინაციურს, ორივეს ერთად შეწყმულს, ვიდრე მაგალითად რაღაც ტემპურ თამაშს, სწრაფ თამაშს, რომელიც ევროპაში მიდის და შესაბამისად, ბევრი მოთამაშისთვის ეს რთული არის. რთული სათამაშოა, განსაკუთრებით ქართველისთვის, ახალგაზრდისთვის. ბევრს ისეთი წარმოდგენა აქვს საქართველოს სუპერლიგაზე, რომ აი სუპერლიგაში თამაში მათთვის ზოგისთვის ცოტა ისეთი მომენტია, რომ არ უნდათ და მე ძალიან მიკვირს ხოლმე ახალგაზრდებს. ზოგადად ჩვენი ლიგის იმიჯის ბრალი. შეიძლება და თავიდან ბოლომდე სუფთა მარკეტინგულად შესაფუთი და ამ ჩემი აზრით ბევრი გვაქვს სამუშაო იმისთვის, რომ აქ თამაში პრესტიჟი იყოს და კარგი ტიპობა. ეს ჟარგონულ ენაზე რო ვთქვათ, იმიტომ რომ ნამდვილად საყურებელი ლიგა, ნამდვილად რთული სათამაშოა, ვინვის მოუგებს ვერ გაიგებ, პირველი ბოლოსთან შეიძლება დამარცხდეს და ასე შემდეგ რა. თუმცა ერთ რაღაცას ვიტყვი ხა მე მოძრაობ ძალიან ბევრ ქვეყანაში ევროპის და მწვრთნელებთანაც, მენეჯერებთანაც მაქვს საუბარი ზოგადად საქართველოზე რა თქმა უნდა პირველ რიგში. და მათი წარმოდგენით ჩვენი კალათბურთი არის კარგი დონე, თუნდაც სუპერლიგა. ნაკრებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ნომერ პირველი და მეორე კიდევ ისიც რომ თუ გადავხედავთ შარშანდელ მოთამაშეებს, უცხოელებს აქ ჩამოსულებს, დღეს სათამაშობენ, ძირითადი ნაწილი არიან კარგ ლიგებში. ანუ რაღაც რესპექტი არის ევროპაში ქართული სუპერლიგის მიმართ. ეს იქიდან გამომდინარე, რომ ნაკრები ყავს ძლიერი და ნაკრები ყავს ძლიერი, მარტო ეგ ფაქტორიც არ არის. რეალურად ლიგაც არ გაქვს ცუდი. ხო, არა, რა თქმა უნდა არის, მაგრამ ჩემი აზრით ჩვენი მხრიდანვე ბევრად მეტი დაფასება ჭირდება. რა თქმა უნდა, მეტი როგორ ვთქვათ, მარკეტინგი. ელემენტარულად, აი შენ ლეგიონერები ახსენე, ხა რომ კარგ ლიგებში მიდიან, აი ის საშუალებები უნდა გაგვიჩნდეს, რომ ეს ლეგიონერები კი არ წავიდნენ, ჩვენვე შევინარჩუნოთ, მაგრამ აქ მარტო ფულის საკითხი არ არის, ფულთან ერთად ევროტურნირებზე უნდა გავიდეს 1-4-5 გუნდი, რომ ამათ ინტერესი ქონდეს, რომ აქ 2-3 წლიან ჭრილში ჩვენთან იყურონ და ყველასთვის ფული სჭირდება. ხო, ეგა ფულის გარშე ვერაფერს ვერ ვიზავთ. ინვესტიციების გარშე გამორიცხულია სპორტის განვითარება, გამორიცხულია. არსად არ ხდება, არ არსებობს, თუნდაც ლიტვაში ხარ, ხო, ძალიან პატარა ქვეყანაა და რეალურად წარმოუდგენელია, რომ 2 მილიონიან ქვეყანას ყავდეს ევროლიგის გუნდი, ხო? ხო, წარმოუდგენელი ამ ხელა ბიუჯეტით, ამით ხა ჟალგირის ბიუჯეტი დაახლოებით არის 16-19 მილიონი ევრო სეზონში.
ვილნიუსის რიტასის ბიუჯეტი, ნუ რა თქმა უნდა ორჯერ ნაკლები, მაგრამ საკმაოდ სოლიდური. ესენი ხა ორივე ბიზნესზე არიან, სპონსორები და მუნიციპალიტეტის წილი არის, როგორ გითხრათ, ალბათ მიზერული 5% ალბათ არც. სიმბოლური და ძირითადი დაფინანსება და ძირითადი ინტერესი არის ადგილობრივი ბიზნესისგან და ეს რა თქმა უნდა ჩვენთან ძალიან რთულია რომ ეხა ბიზნესმენთან მიხვიდე და უთხრა რომ მოდი ინვესტიცია ჩადები ისეთ საქმეში რომელიც შენ არ მოგიტანს მოგებას რეალურად არც იქ ლიტვაში არ მოაქვს დიდი მოგება მოდი იგივე სულ კავშირს ვერ მიიღებენ, მაგრამ იმ პრესტიჟს თუ იგებენ და კაი არის პრესტიჟი, ეგ უკვე ბენეფიტია რა. იქ ხალხი კადბურთით ცხოვრობს და დადისთვისაც ეგ ძალიან დიდი რამეა. რა თქმა უნდა, ყველა გულშემატკივარია და შენ ლოგოს რო დაინახავენ 3000-იან, 10000-იან ტრიბუნებს სავსე რო არის და იქ გათამაშებებია საუკეთესო მოთამაშეანი არენა ხო წარმოიდგინე ჯერ და მე მახელა არენები რამხელა მარკეტინგული აქტიობების საშუალებებს იძლევიან ხო ეს არენა არის ერთადერთი რომელიც ეროვნული ჰიმნით იწყება ანუ ეგეც გამოარჩევს ლიეტუვას ევროლიგის თამაშები რო იწყება მარტო ეგ არენა არის სადაც ან გუნდის ჰიმნს კი არ მღერიან გულშემატკივრები მღერიან თავის ქვეყნის ჰიმნს ხო ლიეტუვის ჰიმნი არის ხოლმე თამაშები როცა იწყება ეგეთი რამე სხვაგან მე არ მინახავს ნუ ეხა NBA-ის ყველა თამაში იწყება ამერიკის ჰიმნით მაგრამ გულისხმობა ჩვეულებრივ საკლუბო თამაშებს რომელიც ეროვნული ჰიმნით იწყება და არა რა ვიცი გუნდის ჰიმნი მთელი არენა დგას და მღერის ქვეყნის ჰიმნს და არა გუნდის ანუ ნუ ნამდვილად საოცარი ატმოსფეროა საკადბურთო მიმართულებით და ზოგადად community რა ეს ხალხი ადამიანები იმდენად შეყვარებული არიან ამ კადბურთზე და იმდენად აფანატებენ რომ აი გრძნობა მაქვს ისეთი რომ კადბურთის მოედანს როგორც ტაძარს ისე უყურებენ რა და კიდე ერთი რაღაც გამომრჩა რომ მე თქვა ამ ლიტვასთან დაკავშირებით თვითონ სისტემასთან დაკავშირებით ყველა ქალაქს აქვს თავისი ლიგა ანუ რამდენი კადბურთელია წარმოიდგინე ხო აი ხა გეტყვით მე და მე თქვენ თვითონ შეგიძლიათ გააკეთოთ დასკვნები რეგიონ ლიგა ვახსენე სადაც თამაშობს დაახლოებით 50 გუნდი რა რეგიონი ასაკში ეს უკვე პროფესიონალური რეგიონალური ლიგა რეგიონის გუნდები პატარა ქალაქების გუნდები დაახლოებით 50 გუნდი არის ну ნაციონალური ლიგა 15 გუნდი არის, ну პირველი ლიგა 12 გუნდია და მერე მოდის ეს ქალაქის ლიგები. კლაიპედა, კაუნასი, ვილნიუსი. ესე იგი კაუნასში არის ორი განსხვავებული ლიგა, განსხვავებული სახელით და ამ კაუნასის ორ განსხვავებულ ლიგას აქვს პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეორესაც იგივე. ანუ 10 ლიგა არის ერთ ქალაქში. დაახლოებით კადბურთელია ხო წარმოგიდგენთ? ნუ უკვე წარმოდგენაც ხო გაქვთ. ეს მარტო კაუნასში. იგივე სიტუაცია არის ვილნიუსშიც. საკუთარი ლიგა აქვს, ორი ლიგა, იქაც 10 ჩემპიონატი, 10. არა, იქ უწყობთ ინფრასტრუქტურა პირველ ლიგში ხელს, იმიტომ რომ ამდენი კადბურთელი უნდა დაატიო თუ დარბაზები არა გაქვს. ხო და ეხ მაგაზეც ესე იგი ჩვენი აკადემია ეს კადბურთის აკადემია ვთამაშობთ რამოდენიმე ლიგას. რამოდენიმე ლიგას რო ბევრი თამაში მოგიწევს და ბავშვებმა გამოცდილება მიიღო და დავთვალე ესე იგი რო სეზონის ბოლომდე რამდენ თამაშს ვითამაშა და დამესვა რომ ბავშვი რამდენს თამაშობს. ესე იგი სეზონის ბოლომდე პლეი-ოფის გარეშე გამოგვდის 92 თამაში. ან ფაქტობრივად ვარჯიში აღარ ჭირდება ბავშვს რა. ან მინიმალური ხმა თამაშს ხო და ძალიან მაგარია რა, იმიტომ რომ უმაგრესი ხო რა ბავშვი თამაში იზრდება ხო თამაში რომელ ქვეყანაში ითამაშებს ბავშვი აი საერთოდ მაგდენი თამაში ცოტა უკვე გადაწვის იმასაც აჩენს რა საშიშროებას ბავშვის რა რამდენად რესურსი არა გაქვს თუ ძელი კამი არა გაქვს ხო იმეა 12 კი არა 16 კაცი უნდა ატრიალო ხო რა კი 16 ამ ეტაპზე გვაქვს მაგის რესურსი რომ 16 მოთამაშე ზუსტად 16 მოთამაშე ყავს გუნდში და პრაქტიკულად კვირაში 2-3 თამაში. ხო, ან ძალიან მაგარი.
ოფიციალური კვირაში 2-3 თამაში, თავისი გაშუქებით, ყველაფრით, გადაგებით, რა ვიცი. და აი საჯების ამბავი როგორ არის მან? ჩვენ მაგალითად წინაშე ყავდა ფედერაციის წარმომადგენლები და თავარი პრობლემა ჩვენ ქვეყანაში საჯი არის, იმიტომ ვერ ვატარებთ და მერე ინფრასტრუქტურა რა. საჯების პრობლემა მე ვერ ვნახე. ხო, ანუ რაოდენ და როგორ იმართება ეს ცალკე არსებობს საჯთა კავშირი, რომელიც ამზადებს და აძლევს სხვადასხვა ლიგებს, ხო? ცალკე არსებობს საჯთა კავშირი, არის ფედერაციის პროექტი, სხვათა შორის აი ბოლო თამაში ფინეთთან ლიეტუველი მსაჯი იყო. ამ ადამიანს მე კარგად ვიცნობ და მასთან მქონდა სხვათა შორის საუბარი საჯებთან დაკავშირებით და ძალიან დიდი ინტერესია ლიტვაში საჯობის კურსებზე. ყოველწლიურად ემატებათ საჯთა რაოდენობები. ძირითადად ეს საჯები ხა ვინც შეთავსებითი პროფესიაა. შეთავსებითი პროფესია, ხა მაგალითად ძალიან სასაცილო რაღაცას მოყვები, თამაში მქონდა. და თამაშამდე რაღაც პატარა ინციდენტი მოხდა, რაღაცა ესა და ეს კაციომა და მე საჯი. ეს კაცი მოვიდა და ისო ცოტა ისე ჭკვიანად იყავითო, საჯებიო პოლიციელები არიანო, ხო და ხო რაღაცა თუ გამეცინა და მე ვკითხე რომ მეთქი ეს ნუ რაღაცა და ძირითად ნაწილიო სხვათა შორის საჯების პოლიციელები არიან და სადაც ახლოსაა რა ფიზიკური დატვირთვა იქაც იმ საფსაფუში ხო და ანუ მზადარიან ეთყობა რა მაგრამ ხო ნუ მithumetes ეხა იქ ადმუთი ისე უყურს პოლიციამ თუ გაგაჩერა და უთხარი რომ ნუ ადმუთის მენეჯერი ხარ თველი ნუ შანსი არა რომ წაგიყვანოს რა ნუ ეჭველი გამოგიშვებს რა ხო აი ეგ ქვეყანას ხო და აი დიდი მიღწევაც არის შენ რომ იქ ხარ ახლა და ნუ ახალგაზრდა ხარ ამ საქმისთვის საკმაოდ აპირებ ყველა ვარიანტში აქ დიდი ხნით დარჩენას და რა არის შენი სამომავლო მიზნები აი რა არის თუნდაც ოცნება რა არის მიზანი რა არის უახლოეს მომავალში საწარმოგვიდგენია შენი თავი და ესე შენ ესე იგი მინდა ერთი ორი სიტყვითაც სააგენტოს ამბავსაც შევეხო მე და ლევან გოგააძეს გვაქვს ახალი მოდი ესე ვთქვათ ახალი სააგენტო 2 წელია რაც ერთად მუშაობთ ვეხმარებით ბავშვებს ევროპაში там გააგრძელონ კარიერა და ნუ სააგენტოს განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტია ჩემთვის რომ რა თქმა უნდა მეტ ბავშვს დავეხმაროთ მეტ აკადემიასთან ვითანამშრომლოთ ლევანი ძალიან მოტივირებულია, ერთად ძალიან მოტივირებულები ვართ და ძალიან დაინტერესებული ვართ, რომ ქართული კალათბურთისთვის რაღაც სასარგებლო გავაკეთოთ რა. რაც შეეხება ჩემი ამ ლიეტუვის აკადემიის გეგმებს ჩამოსვლამდე საუბრობდი ფედერაციის პრეზიდენტთან და ну ესეთი გეგმა არსებობს ну აკადემიებს აქვს სტატუსები ევროპაში არსებობს ჩვეულებრივი აკადემია ლიცენზიების ხო რა დონეები აქვს კი ეგრე ყოფილა მე არ ვიცოდი სიმართლე გითხრათ ამ მქონდა ამ ყველაფერთან ალბათ მან ინფრასტრუქტურაც მნიშვნელოვანი იქნება ლიცენზირება დააკმაყოფილო რაღაცეები და საომავლო გეგმა ამ აკადემიის არის ის რომ FIBA აკადემია FIBA-ს ლიცენზირება გაიაროს ანუ აკადემია იყოს და ჩართული იყვნენ FIBA-ს ლიცენზირებული მწვრთნელები ამ პროგრამაში და ნახოთ ძალიან ბევრი საინტერესო ამბები გოდება წინ. და დაახლოებით რა ფინანსურ ხარჯებთან არის მანდ მისვლა საჭირო დაკავშირებული. თუ ეს მარტო ფინანსური არ არის. მარტო ფინანსურიც არ არის რეალურად, აქ არის რა თქმა უნდა ინფრასტრუქტურა, სადაც ვარჯიშობ, სადაც გაქვს ეს facilities, უნდა აკმაყოფილებდეს FIBA სტანდარტებს. რა თქმა უნდა მოთამაშე რო ჩამოდის, უცხოელი იქნება, ადგილობრივი იქნება, რომ კარგ პირობებში ვარჯიშობს FIBA სტანდარტ მოედანზე, გაიაროს ეს ვარჯიშები და არსებობს რაღაც კრიტერიუმები, რომლის დაკმაყოფილებაც მოგვიწევს. ამ ეტაპზე ჯერჯერობით ვერ ვაკმაყოფილებთ ჩემი გადმოსახედით. მაგრამ შევეცდებით რომ დავაკმაყოფილოთ ეს და ქართულ ბაზარს ამდენად აკვირდებით რომ თქვათ გამორჩეულ ბავშვებს სხვათა შორის ყავს მე ქართველი მოთამაშეებიც აკადემიაში 2006-დან 2008
წლიანები არიან ასპარეზობენ 7 ბავშვია ქართველი და კარგი ბავშვები არიან მოტივირებულები და სკოლასაც უზრუნველყოფთ ახლა ამ შემთხვევაში თქვა თუ ბავშვი არის დაინტერესებული სწავლა განათლებით მაგალითად უნდა რომ კოლეჯში ისწავლოს უნივერსიტეტში ისწავლოს თუნდაც ინგლისურის მოსამზადებელი კურსი გაიაროს რა თქმა უნდა ამაშიც ვეხმარებით იმიტომ რომ თავარი პარტნიორი ყავს კაუნასის კოლეჯი კაუნასის კოლეჯიც არის თავისი კოლეჯია იქ საცხოვრებელი ყველაფერი თუ ბავშვს რა თქმა უნდა გადაწყვეტილი აქვს და მშობელს გადაწყვეტილი აქვს რომ ბავშვმა კადბურთის და პარალელურად ისწავლოს მაგის შესაძლებლობაც ეძლევა თუ დაუშვათ ინგლისურის დონეს ვერ აკმაყოფილებს და მე რაც ვნახე ეს ყველაზე დიდი პრობლემაა არა მარტო ქართველებში სხვადასხვა თურქი მოთამაშეებიც ყავს საინტერესო გუნდებიდან სხვადასხვა ერთ-ერთი ნაკრების მოთამაშე იყო 18-ების და მათაც იგივე პრობლემა ჰქონდათ ენის ბარიერი. მაგრამ ალბათ უფრო კადბურთი ყველა ვიცით როგორი სპორტიც არის დიდად მაღალი დონის ინგლისური არ სჭირდება. ხო, სწავლა ახლა სხვა არის ინგლისური. რა თქმა უნდა, თუ სწავლას ფიქრობ, რა თქმა უნდა, იქ რაღაც დონები უნდა დააკმაყოფილო, თუმცა მაგისთვისაც ბიორი უნდა იყო აუცილებლად რომ ჩაერიცხო და მაგასაც ვთავაზობთ რომ ვასწავლოთ ამ ბავშვებს და შემდგომში ვისაც სურვილი ექნება რომ ისწავლოს და რა თქმა უნდა კარიერა არა მარტო კადბურთის სწავლის ხრივათაც გააგრძელოს ლიტვაში მაგის შესაძლებლობასაც ვაძლევთ. საინტერესო და კარგი. ბოლოსკენ ნაკრების თამაში მოიახოვდა და მაგაზეც უნდა თქვა ერთი-ორი სიტყვა ყველა გულში შეიძლება მალე უკვე ჩვენი გუნდი და დანიაც რავი ძლიერი შემადგენლობით ჩამოდის შილცი არ ვიცი ბოლოს ორივესთვის გადამწყვეტა ვინც იგებს გადის ევროპაში იგებს გადის და შილცი ჩამოვა თუ არ ჩამოვა არ ვიცი განაცხადში ხშირად ყავთ ხოლმე მაგრამ არ მოდის ხოლმე იმედი არც ახლა არ წავა მაგრამ წამოვიდეს თავი შილციანათაც მოუგებთ კაც ჩამოვიდეს ნუ რა თქმა უნდა ადევნებთ მუდმივ ნაკრების თამაშებს თავად რა თქმა უნდა მთელი გულით ბალეში ჩვენს ეროვნულ ნაკრებს და აუცილებლად მოსაგები თამაშია პირველ რიგში იქიდან გამომდინარე რომ რა თქმა უნდა მეტი საკადბურთო ტრადიცია გვაქვს დანიასთან შედარებით მეტად უკეთესი გუნდი გვყავს რა თქმა უნდა ოპონენტი ყოველთვის უნდა დააფასო იმიტომ რომ ხო რა ის დანია აღარ არის ადრე რო იყო თამაში მოგიგო უკვე და ხო ერთი თამაში მაგის მიზეზი რო არ დავაფასოთ ნამდვილად არ აქვს აი ზუსტად წამოსვლის წინათაც კადბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ვესაუბრებოდი რომ ეხა თამაში გვაქვს თქოს და ერთში თქო დანიასთან თქო და მოკლედ თო დანია არ მიხსენო 2 წლის წინო ერთი ქულით მოვიგეთო ხო დაჟე ლიტვასაც გაუჭირდა ხო ანუ ეგა ანუ კალათბურთი ევროპაში უკვე ყველამ ისა რა ვეღარ იტყვი რა ჩვენ რო B დივიზიონში ვიყავით ის სხვა დრო იყო 15 წლის წინ ნამდვილად 12 წლის წინ მაშინ სხვა კალათბურთი იყო და დღეს ეხა დიდი ინვესტიციები ხო ისლანდიაც უკვე მაგრამ საკმაოდ მაგალ დონეზე ეს პატარა კომიუნიტი 300,000-ზე ქუთაისის ხელა ქვეყანა კაუნასი დააკლდა თუ აღიაროთ რომ თვითონ წასულიყვნენ მსოფლიოზე და არა ჩვენ კი ნამდვილად და რა თქმა უნდა დავაფასოთ პირველ რიგში მოწინააღმდეგე მაგრამ ჩემი ობიექტურ სიტყვი აუცილებლად უნდა მოვიგოთ ხო არა ნამდვილად გვაქვს მაგის ფინეთს ისეთი ორი თამაში მოუგეთ რომ ეს შანსი არ უნდა გაუშვათ და მე-6 ევროპაზე ზედიზედ უნდა გავიდეთ რაც მე იმედია რომ რაც ინსულებს აუცილებლად ქართულ კალათბურთს მისცემს. ბილეთები იყიდება უკვე მაყურებელს უთხრათ შეუძლიათ შევიდნენ ტიკეტზე. ორი ვარიანტი ან ტიკეტი იქნება ბილეთები. შევიდნენ იყიდონ და უგულშემატკივრონ 21-ში ძალიან საინტერესო თამაში გველდება დანიასთან. ლევანს მადლობა ძალიან დიდი რომ მოხვედრით. მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისთვის და მომავალშიც გელოდებით მე. საინტერესო ამბებს ჩამოიტანეთ. სულვებ ამ პროექტს და ბალეში ყოფთ. მადლობა ყველაფრის. დიდი მადლობა.